დილან ვიდობი. ერთი წამიფას გადავიტანო. კარტოფილი უნდა გავფრთხნა. ხოდა, ოიდედა. ეს დიდი კვები აქ გადავიტანე, რომ გუშიაში ცხოშცი მოხარში და არა ვქე. აი მე ხალხნო. სანამ თობლი იქნება ვაიმეთი დავიწყებ მე იცოდეთ. არ გავიგო არაფერი. ხასიათი მაქვს 0 და არ გამაბრა შორენა. შორენა შეხმა არ გავიგო. ეს კარტოფლები არ ჩავალაგო. ცოტა დიდი ჯამია მე ხო. ოი მეორე ის კარგი. აი მე არამცირა. აი ხა მაგას თამციო. რა უნდა შემთხვევით აბა დამხედეთ ერთი. მაგრამ ანეტა ბაბოსავით მაქვს. მოხვეული. არამცივა საერთოდ. უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვარ განადგურებული. ქათმები არ გამომიშვია და ეხლა სანამ ქათმებს გამოუშვებ და იმას მივხედავდი, ახლა ბავშვებს უგვიანდებოდათ ჭამა. იმიტომ რომ ეს რა უკვე გვიანი. მე მგონი 11-ის კეა. ეხლა ავდექით. არც და გვეჩქარებოდა სკოლაში არ წავიდნენ და ვიფიქრე რომ მეც კარგად დავიძინებ. მეთქი და კიდევაც მეძინებოდა, მაგრამ ესა. დანაშე არსებებს ჭამა ხომ უნდათ და მიხედვა რომ იქ თბილი წყლები, იქ რაღაცა ცხელი საჭმელები, ესე რომ დავდო რამე მოხდება ცოტა ხარ. მეზარება სხვა ჭუჭულს გამოღება, კი ერთი მაქვს, ორი მაქვს. ცოტა დიდებია მე ხო? ითი კაი წყალი გვაქვს შიგნით შემოყვანილი, თორე რაღაც წყალი მექნებოდა და უფრო მძიმე ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა მექნებოდა. ავდექი ხა. მაშინ კურთხლებს მიხედა და ეს ეზო მიხვეტა და ძაღლებს ვაჭამე მე. წყალიც. დიდ ფიზოსთვის არაფერი მიჭმევია, ჯერ პატარებმა ჭამონი შემიყვანე. იმაში პადვარში ჩამოუტანე თავიანთი ქოხი, პადვარში თბილა. ზაფხულში გრილა, ზამთარში თბილა, ძალიან მაგარი ოთახია ეგ. ხო და ჩამოუტანე ეგრე თავის აღჭურვილობით ქოხი, წყალიც პადვარში დაუდგი და საჭმელს იქ შეუტანე ხა და კარები დავკეტე, რომ ესა. ხან ეს დიდი გაყლისხოვე და თვითონ ჭამს. ჯერ ჭამონი იმათ და მე რაც დარჩება დიდი შეჭამს და დიდი თავისას მიხედავს რა. გასული ქალი არის და რაღაცას იზარს. ხო და ღამე ხოლმე რომ შევიყვან, გამოუკეტავ პადულის კარებს, რომ იქ დაიძინო და იქ იყვნენ, თორე ცივა და პაწეწინები არიან. როგორ დადიან თოლში, თოლში რომ ჩაადგავენ ფეხს, რა უნდა გადად. ჯერ ეს გაიბერტყავენ დადგან, მე ამას გაიბერტყავენ, აი მე რასასაც ცილოთ დადიან. იშავი კიდე თაბაშვობდა ეხლა. აი მე მზე მინდა, ზამთარში, ზაფხულში მზე არ მიყვარს, ზამთარში მიყვარს. ზამთრის მზე მიყვარს. ეხლა მე ხომ ყავია პონკები. ეს დედალა მეწოდებ ეხლა ისი ახლა თოვლი არის, რავი, ეგ ჩაიფლობა ყოველ შემთხვევაში. ხო და რაღაცა უნდა ჩაუდო იქ, რაღაც ესეთი მოუქუხოსავით, რომ საჭმელიც იქ დაუდგა, წყალიც იქ დაუდგა და რომ შესცივდებათ, ერთად ხო იციან ხოლმე მიყუჟება ეს და იქ დადგნენ რა, ცუდები არის. ეგღა დარჩა მოკლედ. ხო და ამას დავდგავ ხა კარტოფლის შესაწველად და მე მაგას დავიწყებ, რომ ხან მოღურიო ხოლმე და ხან გავაკეთო. გუშინ მეორე ვიდეო უნდა ჩამეწერა. მაგრამ ისა. დროც არ მქონდა ხალხო. ყველაფერიც, მაგრამ აი რა უნდა მეთქვა? იმდენად მაუბედურებს ეს თოვლი. რას მიშოვებს? იმდენად მანადგურებს, რომ აი ესე ჩამოდიოდი, აი ესე მქონდა მოფარებული არ დავენახა. თოვლი ძალიან მიყვარს, ძალიან. ულამაზესია. სურათებში და ვიდეოებში. ჩემთან შორს. ჩემთან უარ არის ლამაზი, ვაიმე, ცოტა ვარ. კიდე ნახეთ რაში გამიმართლა, რომ მე ამ დღეებში არ მუშაობ.
მაგრად გამიბართლა. ოშაბათამდე თვითონ დადლეს. იცი როგორია მინდები, სულ თუ არ მომდა იარო. ეს თოვლის მიმღებლობა გქონდეს. და ესე დაიკიდო რო იტყვიან რა. ეხლა კარტოფილის რო შევწავ ფიქრობ მიქვა შევიდე მარანში. რა ვიცი ხა რომელიც იქნება და რაც დამხვდება. ვინო არ მინდა. არ მიყვარს. ვიჭრიპებ. აი ის როგორ დავლიო? არ აყიმა დავლიო ისე რომ აი ვიგუნდაო. და ჩემზე ბედრიერი არავინ არ გეგონოთ თოვში. ეგეთ მდგომარეობაში და ჩავვარდი. გუში ნინო ჩამოვიდა და ცოტა ხანში მაღლა ამოვარდა. თოვლის პაპა უნდა გამეკეთებინა, ერთი გუნდა რომ გავაკეთე ხელები გამეყინაო და ამოვარდა უცბად. მე მომნახე სადღაცას ხელთათმანები დიდათ არ ახმარობენ ხოლმე. მიდი მოდი ნინო ხმარობს ხოლმე ეს. გავუკეთე და მოილხინა ნინომ რო იტყვიან. კუტკაში არ არის ხოლმე მათ რა ქვია, კომფორტულად და ხალათით ჩამოვიდა, ხალათის ქვეშ ჩავაცვი ესეთი უკლავებო რა არ მეთქი რაღაც. თან არ თოვდა, დიდათ რო დასვენებული. აი ესე იდო თოვლი, მაგრამ ეგ სუთოვლიანი ამოვიდა, უბედნიერი მაგას ძალიან უყვარს. რადგან აი რატომ მე არა მე ჩემ თავს ვეკითხები რატო არ გიყვარს. მე პასუხს ვერ უბრალოდ არ მიყვარს და ბოლოს. ანისა რა ქვია ეს სამზარეულოს დაბანოს და ყველაფერს მაღლა ავიტან ოდესღაც მაშინ შეიძლება შემეყვარ ეხლა ვფიქრობ ამას კაი ეხა დავდგი და რაღაცა ერთი ჭამა შეწვარი კარტოფილი ხო იცით ერთი ჭამა არასოდეს კაფაში შეწვარი კარტოფილი არ გრჩება არასოდეს ეს არის ერთი ჭამა იმიტომ ეწახი კამფეტს ნინო რო ეტყვის ხოლმე შევიწვი კარტოფილი ეგ კამფეტია ეს ჯამი ავიღო რომ მე ხოლმე გავრეცხო ესენი ტუჩები მაგ დამსყდა ან ტუჩებს რაღა დამემართა სიცივეს ესე იგი გუშინ აი ეს რა დროსაც მქონდა თავისუფალი და არაფერს არ ვაკეთებდი ძირითადად სულ მეძინებოდა იმდენად ვიყავი გათიშული და გამორთული ქვებიცაც ვერ დავაწებებდი იმ გოგოს იმიტომ რომ თოვლის ქვეშ იყო ის ქვები და როგორ მომეძებნა. სხვანაირი ქვები უნდა ამეკრიფა იაქვე წინ და გაყიდულ გაფიჩხულია. მაგიტო იგვიანებს ის. დღეს ვითომ უნდა შევხმიანებოდი მულატკა გოგოს ავტორს. ავტორს კი არა და პატრონს. და წამიღო. მაგრამ აბა რა სიძახი ეხლა. მე ესეთ ამინში სადმე წავსვილი და არა. არ დაგირახეთ. სიტყვაზე მენდეთ უნდა გავრეცხო. ამ ვოლხანებში დომესტოსიანებს ვასწრებ ხოლმე. სანა თვითონ რაღაცას დამიწერენ, მე თვითონ აღონიშნავ ხოლმე, რომ რაღაცა ეხლა უკარტოფილს დაგდება არაფერი არ არის. თავარი მე გავრეცხოთ ეხლა. ძალიან არ გაიგოს ეხლა იმე მე გავრეცხეთ თუ ეგრე შევწვი. მე კეთვით გავრეცხეთ. ხო სიტყვაზე უნდა მენდოთ. არ უნდა შემედავოთ როგორც ესეთ საკითხებში, ასევე მათემატიკაში. კვირის დღეებში, რიცხვებში, წლებში. შეიძლება უცბად მისმინოთ სერიოზულ თემაზე ვლაპარაკობდე რაღაცას და გითხრათ რომ 3000 წელია ხმარ უნდა გავიგოთ თქვენ. 3000-ია, ესე იგი ვიცი 3000. სადაც ქალმა ისევ თქვი რომ 10000-მდე მეთქი 10000 გამომწერამდე მეთქი ჭირდება 30 კაცი და 400 რო ჭირდებოდა არა მარტო 30 დავინა რო დამიწერეს და მეთქი რატო მე დავებით მე ხო თქვი 30 იმ 400 თავი ის 400 რა დავრი 30 იყო აჰა ეს კიდე ვიღლები კი არა არამ სიამოვნოს ხო დილთ რო ავდგები ხოლმე ესე რა და აი ხა რაღაცას ვაკეთებ პარალელურად ხო ფიქრობ მაგალითად დღევანდელ საქმიანობაზე და ეხლა რო წარმოვიდნენ ეხლა უნდა ავიდე მაგ ეხლა უნდა ჭამო მე ნუ
ჩამოტანაში და რაღაცაში მეხმარებიან მარტო კი არ დავდივარ რაღაც და მაგრამ აქ ვერ ვაჭრებ ცივა როგორ ვაჭრებ იონი მკითხის ხოლმე თუ რაღაცა არ არის სახში და გოგოებთან ერთად ვერ შეჭამს ხოლმე მე ჩამოდის და თვითონ ვეტყვი ხოლმე და იყავი ამოგიტანა მეცოდება ხოლმე რა უყო არა მე მივხედავ მე ჩამოვახოლმე შეჭამს არ შეცივა რა შეციებს ახლა მაგას მაგრამ ვიცით თავი ხო ფიქრობ ახლა ასეთ ვერ ჩავს ვერ საწოლე მე რაღაც მე გადავწყვიტე ფული მოვაგრო და ზამთარში მარტო მეწავიდე დასაწყისად სადღაცას ისე მაშინ სად შეიძლება წავიდე სადაც ცხელა ეხლა ამ სადაც ცხელა ეხლა აი ეგვიპტეში ეხლა დავდებ ანგარიშის ნომერს ეხლაც მოვასწრებ თავისუფლად მაისამდე რო იქ ვიყო აი სადღაც ნოემბერში კაი დეკემბრიდან მაისამდე რა მოხდა ხო არც არა საქმიანი იერით დავბრუნდები თუ დავიღალე იქ ეგვიპტეში აკლებეზე სიარულით აი მე აი ესეთი წვრილი კარტოფილები გვაქვს შემოგვჭა ჩემი ნერვოზის კიდეს უნდოდა ის კაი ერთს გაფრთხნი და სულ ყოფნის კერძში კარტოფილი შეწვი რაღაცა ხვალისთვის დაიტოვე რა კარგია ხარია ის პროცესი აი ყველაფერი რო გითავდება კარტოფილი ცოტა მაკარონი ცოტა ვერმიშელი ცოტა რეჩხა ბევრია მაგრამ რატომღაც ამ ბოლო ხანებში არ ჩავედა აღარ გამიკეთებია იყოს ვერმიშელი თქვი ლობიო გვაქვს ცოტა ლობიოს დავდგავ მაგრამ მიზერები მოგიშენელება ეგერო ჭაბურ მარილ მოყრილი ნუ ლობიო უნდა დავდგა ყველა ვარიანტში რაღაცები მაქვს მაგრამ ხორციანი კერძები მაქვს ხვალ სამაგერად არაფერს არ გავაკეთებ საერთოდ ამ ხორციან კერძებს ამოვწურავთ და დავთავდება ხორციელი მომავალი კვირა ხაჭაპურების დღე არის და აუ ხაჭოსად ვიშოვო თბილისში ვიცი ნეტა აქ არა აქვს არავის ნატყოფელები თუ ნუყურებთ აბა და ვინმეს აქ ხაჭო იქნებ შემეხმიანოთ ხაჭოს ხინკალი არ გამიკეთებია საუკუნია და იოანეს უყვარს ყველას ფერზე მეტად აღარც უხსენებია არც გახსენებია და აი გავუკეთებ ეხა იტყვით რომ ნინოსაც ვერ გავუკეთე ხორცის ხინკალი ეხა გეტყვით რა თუ არ გავუკეთე ხო და ხაჭობისაცა გააქვთ მითხარით რა ნინო ხო ინატრა რამდენიმე ხნის წინ ხორცის ხინკალი მინდაო და დამეზარა საბაგიეროდ საღამოს მამიდა ჩემი ამოვიდა და ერთი დიდი პარკი გაყინული ხინკალი ამოვიდა ხორცისა სოკოსი და ყველის არეული ხო და მოკლედ ნინომ მოილხინა და სუმამიდა ჩემის მზე ტაპიდას მზე იფიცა 2 დღე გაუჩერებლად ჭამა ხორცის ხინკალი ამაგიტო აღარ გავუკეთე ხო და ხაჭოსას გავაკეთებ დიდი სიამოვნებით მეც ძალიან მიყვარს ყველაზე ძალიან მიყვარს ხაჭოს კარტოფილისაც უზომოდ მიყვარს ზოგადად ყველაფერსაც მიყვარს თქვენ რა შვებით რა საქმიანობთ რა საკეთებთ აი ესეთ უხასიათობის პიკში ვარ მე უცაბი კაპცკას არის ხება გუშინიც კარტოფილი შევწვი მაგრამ ისა იმით ვიჩინით აი გამოგასაჭრე ხო გავდებ ძალიან ბევრს ანიშნავს და ძალიან მინეიტრალებს ამ ნერვოზულ შეტევას ისაც ხელი წყალი რომ აქვს იმიტომ შეთავს ვაფშე არა შორმანანა ხელი წყალი ხო არა პრობლემაა გაიყინე ჩაყავდელები მე არ ვიცი ორ შაბათამდე როგორც უნდა ისე გამოიტაროს ფეხტარი ყვარდა მე ორ შაბათს სამსახურში არ წავალ თუ თოვლი იქნება არ მინდა
ვაიმე. ჭამესნე და იმაცა ჩაკლე. გამოვუკეტე კარები. დავყარე. ღამე შეუშვებ ფისოებს და გამოვუკეტო კარებს და რატო გამოვუკეტო? სხვა კატები შევლენ. ნახავენო, ამათ ბუდე ჰქონიათ, ის წინაზე ხო გამოაპანღურეს და სიცივე შესენტახზე ისხდნენ დალურჯებულები და ის ვირივით კატა შიგნით იწვა. აბა მე ვუთხარი, გავუყიყრე. აბა, მაგრიდან ავხადე. არ გამოდიოდა და მე ვუთხარი, ეს სახლი ჩემი შაქრილია. სპეციმეებით ამაქვს და კრიშიდან ჩავედი. აბა გაიქე. გამოუსუფთავე, გადაულაგე რაღაცა და შეუშვი. კაიმზე რომ სახლს გამოუხეხავ გემრიელად. გაურეცხავ და საგებებს. და ახლიდან შევსვა. მე ხარ ეგერი რომ ცოტა მოიზდებიან, მაგრამ აღარ შეეტევიან, მაგრამ ეგ სულად ჩემი დიდი ფისოს სახლი იყო. ეხლა თუ შეჭამეს, გაუღებ კარებს, რომ დიდმა კატამაც ჭამს. და საღამომდე კი და შუა დღემდე всё მაგათაფი არ. ეხლა სასტრაფოდ ქადაგათმუდა ეცი დროზე ოყლოყო გელოდება გამოსასვლელი კიბის. მარნიდანა კიბის პატარა ყუთში მისხედან და ერთადერთი ცხოველები მეწოდებია ხოლმე ესეთ დროს რომ გარეთ დაწანწალებენ. ის დიდები არა. აი ეს პატარები. იაპონკა დედალა. ის წითელი ქალი გუშინ უგალურჯებული იყო. მეტლა ფიფები ქონდა. თავი დადის, ხოდაბალია და მუცელი ხახუნება და სუსველი ქონდა ის მუცელი ხა. იმ ადგილს მოусუფთავებ და გამეს გავაკეთებ, რომ იქ იყოს. აჰა, მორჩი ხალხო. მორჩი, კარტოშკა თქვენთან ერთად გავწვენი, ეხლა მას უცბად. გავრეცხავ და ჩავყრი და წავალმე კათედრთან რომ მივხედო. თქვენ დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ხო და იმედია ყავაზე მაინც კიდევაც შემოგიერთდებით. წავედი ახლა. კარგად დროებით. მე მზე, არ არის მზე. ზამთარჩემი არ არის. დავწუნდი. ისე დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ხა საერთოდ. წავედი. ისინი გადაყარა.